ვია წინა შეხვედრასთან შედარებით კარს იცავს კახაბერ მეშველიანი, თორნიკე გრიგალაშვილი ნომერი 3, რენე ფერეირა ნომერი 25, ნომერი 23 გიორგი კაჭკაჭიშვილი, ნომერი 93 ნოდარ კიკნაველიძე, ნომერი 14 ლევან შარიკაძე გუნდის კაპიტანი, ნომერი 70 ვახტანგ ჭანტურიშვილი, ნომერი 17 ლევან კუტალია, ნომერი 21 მიხეილ სარდალიშვილი, ნომერი 9 საბა ლომია, ნომერი 11 ირაკლი ქობალია. მეორის აქ დაეთანხმა მეორის აქ შარიკაძე კარში დაარტყა და მეკარე ხურციძე მითამაშა, იმიტომ რომ გათამაშებული იყო კუთხური და მერე დასტვინა. ქობალია ვერ მიწვდა ბურთს, თორემ შეეძლო კარში გადაეგზავნა. ახლა როგორც იქნა გათამაშდა ეს ჯარიმა. შარიკაძე ისევ შარიკაძე ჭანტურიშვილი ქობალია ჭანტურიშვილი დარტყმა არის მაშასე გრძელდება საფეხბურთო რეპორტაჟი ზესტაფონის დათუ აბაშიძის სახელობის სტადიონიდან. საფეხბურთო კლუბი ზესტაფონი ვანის სულორს ხვდება საქართველოს თასის გათამაშების პირველ მე-16 ფინალურ შეხვედრაში. მასპინძელი ვანის სულორია, ნომინალური მასპინძელი და პირველი ტაიმის შემდეგ 1-0 იგებს ზესტაფონი ჭანტურიშვილის მიერ გატანილი გოლის წყალობით. ახლა ისინი უტევენ სწორედ ნოდარ კიკნაველიძეა. ორი 0 ამასობაში ზესტაფონელთა სასარგებლოდ საბალომიონ გაიტანა მეორე გოლი და აი ახლა კვლავ ზესტაფონელები უტევენ სახიფათო მდგომარეობა კუტალია საჯარიმო მოედანზე შეიძლება დარტყმა არის თავა დაიზრა კუტალია კარგი გადაცემა კუტალია გავიდა მეკარესთან პირისპირ სახიფათო მდგომარეობა შეიძლება დარტყმა ვერ გაიტანა თუმცა ლომიას დარჩეს ბურთი დარტყმა აცილა გაჟამაშვილი ჭანტურიშვილი ისევ ჭანტურიშვილი სახიფათო მდგომარეობა შეიძლება დაარტყას შევიდა პირისპირ დარტყმა არის დაეწია და შეინარჩუნა შემდეგ კარგად მოატყუა მეტოქე გადააწოდა კვერნაძემ უკან დაუბრუნა ჭანტურიშვილს დარტყმა და ძელმა იხსნა გარი ძალისხმევით მეტოქეს ბურთი ჭანტურიშვილი კი წაიქცა მაგრამ ბურთს გაგოშიძე დაეუფლა და სარდალიშვილი აქედან კიკნაველიძე ჩაერთო მიიღო კიდეც გადაცემა სახიფათო მდგომარეობა საჯარიმო მოედანზეა კიკნაველიძე ბურთს გაასწრო თუმცა უკან დააბრუნა სარდალიშვილი შეიძლება დარტყმა და მეკარე მითამაშაო წინვა ურთულესი ბურთი მოიგერია ახლა დავით ხურციძემ გაჟამაშვილი კარგი გადაცემა სარდალიშვილი დარტყმა არის დაარტყა ახლა ზესტაფონელთა ახალგაზრდა მცველმა ეს კი ნოდარ კიკნაველიძეა ასწია კარში დაარტყა და მეკარე ხურციძეს კი გაუვარდა ბურთი ხელიდან მაგრამ დავადვე დაეუფლა თქმა უნდა კენ კარში დაარტყა მაგრამ დაარტყეს კიდეც და უნდათ რომ გარღვევაზე გაიყვანონ ან ლომია ან კვერნაძე მაგრამ ეს ჯერჯერობით არ გამოდის და აი საჯმა მისცა ნიშანი მატჩი დამთავრდა